ეს ვიდეო გაუგზავნეთ ამერიკაში მაცხოვრებელ ქართველებს, თუ სურთ, რომ მათმა შვილმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მოიპოვოს საუნივერსიტეტო დაფინანსება $100,000 ფარგლებში. რა უნდა გააკეთონ ამისთვის? ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მე-11 კლასში თუ ახალგაზრდა ჩააბარებს SAT-ის გამოცდას და მიიღებს კარგ ქულებს, ამ შემთხვევაში ავტომატურად ის მიიღებს $100,000 დაფინანსებას უნივერსიტეტში, ანუ წელიწადში $25,000 დაფინანსებას. ამისათვის რა უნდა გააკეთოს მან? რა თქმა უნდა, მოემზადოს გამოცდებისთვის და მოიპოვოს თავის შტატში 1%-ში ყველაზე მაღალი ქულა. ანუ მაგალითად, თუ შტატში 100,000 ახალგაზრდა აბარებს SAT-ს და მისი ქულა იქნება 1000 საუკეთესოში, ამ შემთხვევაში ავტომატურად მოიგებს $100,000 გრანტს. ასე რომ აუცილებლად გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც, იმიტომ რომ ვინაიდან ვიცი ქართველი ახალგაზრდები რამდენად კარგები არიან და როგორ გამოირჩევიან თუნდაც ამერიკულ სკოლებშიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებენ ამ გრანტებს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს და შემდეგ ნებისმიერ უნივერსიტეტში გამოიყენებენ წელიწადში $25,000 დაფინანსებას. გაუზიარეთ თქვენ ნიჭიერ შვილებს, გაუზიარეთ ამერიკაში მცხოვრებ მშობლებს იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია იცოდნენ დროულად და მოემზადონ და მიიღონ ეს დაფინანსებები. წარმატებებს გისურვებთ, მე ვარ ნათია სირაბიძე, ვსაუბრობ განათლებაზე, გამომყევით უფრო მეტ მნიშვნელოვან რჩევებს მიიღებთ.